ზოგიერთ საქართველოს ადამიანის უფლებათა ასოციაცია ეროვნული განმარტებადი მოძრაობა ფერისული და გულით ულოცავს პოლიტპატიმარს ცოდნე გამსახურდიას დაბადების დღეს. მას 34 წელი შეუსრულდა. მინდა აღვნიშნო, რომ 33 წლის როცა ქრისტეს ასაკში გადავიდა სააკაშვილის არნახულმა და არადანელმა რეჟიმმა ათოდ ჯვარში აცვა. ის ხალხი ბრალდებით შაშან იქნა დაბადებული, რომელიც დღეს ამჟამადაც ციხეშია. მას უკანონოდ აქვს მიჩვილი 9 წელი და 9 თვე ამ სააკაშვილის რეჟიმის ჯიბის მოსამართლის მხრიდან, რადგან გამომდინარე მთელი საქართველოს და მთელი ქართული ხალხი მას გულთად ულოცავს. უპირველეს ყოვლისა სამთავრობას უსურვებს უპირველეს ყოვლისა, რომ იყოს სულიერად მხნე და ის განთავსება აუცილებელი. სააკაშვილის რეჟიმი ფაქტიურად წუთებს ითვლის, ის იზოლირებულია ყველა თითქმის დემოკრატიული ცივილიზებული სამყაროსაგან, რადგან გამომდინარე საქართველოს თუ მომავალი უწევია და რა თქმა უნდა მომავალი უწევია, ეს რეჟიმი დაამთავრეს თავის ახში გასასვლელს უშენება ეთქოს, იმიტომ რომ როცა ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატრონები და უკანონო პატრონები, ბუნებრივია ასეთ რეჟიმს გახაზრება არ უწევია. ისინი არ უწევია. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიწოდოთ პოლიტპატიმარ ცოდნე გამსახურდიას და სხვა პოლიტპატრონების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ვინაიდან ისინი არიან სააკაშვილის ფაქტიურად რეჟიმის მსხვერპლი, ამიტომ ჩვენ არა მარტო ქართული ადამიანთა ორგანიზაციები, არა მარტო ადგილობრივი, არამედ ყველა საერთაშორისო ფაქტიურად ორგანიზაციები მოითხოვენ ყველა პოლიტპატრონის და კერძოდ ცოდნე გამსახურდიას უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. არ შეიძლება რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს დამოუკიდებლობის ფუძემდებლის, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნელის ზედგამსახურდიას ოჯახი ესეც იდევნებოდეს. ეს არის სამარცხვინო 21 საუკუნეში და თუ არ შეწყდება პრეზიდენტის ზედგამსახურდიას ოჯახის მიმართ დენა შევიწრება, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმი საბოლოოდ ანადგურებს საქართველოს მოსახლეობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ რეჟიმს, რომ დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშორისო რეკომენდაციები, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის რეკომენდაცია და დაუყოვნებლივ და უპირობოდ იქნას გათავისუფლებული პოლიტპატრონი ცოდნე გამსახურდია. ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობა არის რა თქმა უნდა ამდენი შიმშილობის და უპრეცედენტო აქციების გამო მისი ჯანმრთელობა არის ძალიან მძიმე, მაგრამ მისი სულიერი ხნეობა ბუნებრივია და ღვთისმსალობით აუცილებლი ის ესე იგი გამოდის ჯანმრთელობიდან მშვიდი მდგომარეობა თვისება ეთქოს და მიუხედავად მცდელობისა, რომ სააკაშვილს და მის ბანდებს სურს, რომ ეს კაცი ზედგამსახურდიას შვილი იქნას მოტეხილი როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ვერ მოეცებიან ამას და ის არასოდეს არ მოწყდება და ის ისეთ იქნება, როგორც იყო და როგორც არის ბატონო ჩემო. რადგან გავდნენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ესე იგი და კიდევ ერთხელ უცადეთ სოლიდარობას მთელი ქართული საზოგადოების ქართველიერის სახელით ცოდნე გამსახურდიას და მართალია 33 წლის როცა გახდა ფაქტიურად ქრისტეს ასაკში შვარსაჩოს თუ შეიძლება ეთქვას ამ მართლაც არ ანტიქრისტიანულმა რეჟიმმა და კიდევ ერთხელ ვაცხადეთ, რომ ჩვენ ესე იგი მთელი საქართველო ყველა კეთილების ადამიანი რესპუბლიკას უდანაშაულო და უკანონო პატიმარს და იცოდეს, რომ მას ჰყავს საქართველოს ქართველიერისა და არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა კეთილების ადამიანის სახელით ჰყავს გვერდზე მდგომი და უწოდებს სოლიდარობას და კიდევ ერთხელ ვაცხადეთ, რომ ჩვენ უპირობოდ მოვიწოდოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის და უკანონო პატიმრის გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ საპროტესტო აქციებს და არნახულად გადაიქცევა ეს აქციები და წალეკას ეს მშვიდობიანი აქციები ამ არადანიანის და ამ ანტიქრისტიან რეჟიმს. მე კიდევ ერთხელ ჩემს პოზიციაზე ვდგავარ, ჩვენი ორგანიზაცია
კიდევ ერთხელ თხოვთ და მოუწოდებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ის უწმინდესობას და უნეტარესობას კიდევ მეორეს რომ ეგეთ გადაარჩინოს ზედ გამსახურდიას ისეული ოჯახის ისეული წევრი შვილი და გამოსტაცოს კრანჭებიდან სააკაშვილის გულაგებს ეს მას ძალუს ეს გააკეთოს და თხოვთ კიდევ ერთხელ მრევლის სახელით რომ მან გამოიჩინოს კეთილი ნება და მოგინოს ხელი მეტყვი გამოიგონოს და გაანთავისუფლოს სააკაშვილის რეჟიმის წყალებიდან. ამით ის ესე იგი გაანთავისუფლებს არა მარტო ჩვენი გამსახურდიას, არამედ ამით ესე იგი მთელ პასუხისმგებლობას პასუხისმგებლობას შეიძლება ითქვას დააკისებს არსებულ რეჟიმს და ამით ესე იგი შეიძლება ითქვას ზედ გამსახურდიას ოჯახი მაინც შეუძლება წლების განმავლობაში 10 წლის განმავლობაში მას 10,000 შემდეგ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, კიდევ ერთხელ ვილოცავთ ბაგაჩონდეს დაბადების დღეს და მინდა ვითხრათ რომ ადამიანთა უფლებების მდგომარეობის მხრიდან ძალიან საშუალო მდგომარეობა არის. მე მინდა ვითხრათ რომ დამიკავშირდნენ დილანგიისთან ქართველი თანამემამულეები არის ასეთი ქალბატონი პროფესორი ნათელა მოდებაძე და სოფაშორის ადგილობრივ დილანგიის ადამიანთა უფლებების ორგანიზაციას აინტერესებს საქართველოს ადამიანთა უფლებების მდგომარეობა უნდა ჩვენთან კავშირი და სოფაშორის გაინტერესებულნი პოლიტიკამ ჩვენ გამსახურდიას საქმითაც და მე მას მივეცი დაუშვათ ინფორმაციები ვიზაც ამასთან დაკავშირებით არის და მე ვფიქრობ ესე იგი რომ უფრო დაინტერესდება სოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ადამიანთა ორგანიზაციები და პოლიტიკოსების ადამიანი ჩვენ გამსახურდიას მიღებს იმას რომ არ შეიძლება დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის შვილი ციხეში იჯდეს ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ეს არის ის უბედურება რაც საქართველოში ხდება იმიტომ რომ როდესაც პრეზიდენტის ოჯახი ასეთი დევნილი და გაუბედურებული ბუნებრივია ეს თელ საქართველოს ეხება და თელ საქართველოს გაუბედურებულია ამიტომ ჩვენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუწოდებთ რომ იდგეს მედგა დაიცვას თავისი სამშობლო ყველა პოლიტიკოსი ყველა ადამიანი დაიცვას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ რომ ესე იგი სანამ ჩვენ გამსახურდია ციხეში იქნება სანამ საქართველოში ერთი პოლიტიკოსი იქნება ციხეში მანამდე აქ რაიმე დემოკრატიის ჩანასახების ნაბაგი ზედმეტია აქ რაღაც ადამიანთა უფლებებსა და უფლებამოსილთა თანხმობაზე ნაბაგი ზედმეტია იმიტომ არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში როგორიც არის საქართველო იყოს პოლიტიკოსები იყოს პოლიტიკური დევნილები და იყოს საქართველოს პრეზიდენტის ოჯახი დევნილი მისი დაუშვათ საქართველოს გაბანანაშად გამსახურდია სისტემა იდევნება შოდი გამსახურდია ციხეში იმყოფება და გრძელდება ოჯახის შევიწრება და ეს არის გაგრძელება იმ ბოროტმოქმედის საქმისა რომელიც ჯერ კიდევ ავასახსენებელმა საბჭოთა იმპერიის მეხუთმემ და მებანახტრემ შევანაძემ დაიწოდა ახლა ეს ახალგაზრდა სააკაშვილი აგრძელებს ამ საშინელებას ამიტომ ხალხმა ერმა ბოლოს უნდა მოუღოს ბოლო ამ თავგასულ ყაჩაღებს და შეეწდეს გამსახურდიას ოჯახის მიმართ განა შეიძლება გემაზონებიდან შეიძლება და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვაცადებ რომ ყველა ესე იგი ყველა კეთილი ადამიანი დადგება ჩვენი გამსახურდიაზე გვერდზე დადგება ყველა უდანაშაულო და ყველა უკანონო პარტიის გვერდზე და მათ იცოდნენ რომ ისინი არ არიან მარტო მართალია ისინი ამჟამად იმყოფებიან აუტანელ პირობებში გაუსაცილ პირობებში შევნაძის სააკაშვილის გულაგებში მაგრამ მათ მაგრამ იცოდნენ რომ მათ საქართველოს გარეთ ყავს საქართველოს კეთილების ადამიანებს და სოფლიოს კეთილების ადამიანების საკით მეგობრები და უცალებენ მათ სოლიდარობას მე თვითონ პარლამენტში გამსახურდიას და ყველა უდანაშაულო ადამიანის და ჩაგვისა მეტი პარაგრაფს მათ